მოქალაქეები ავტომობილები კი ქვეითთათვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე ძველი ბათუმის ქუჩებზე შექმნილი ვითარება იცვლება. დღეიდან ქალაქის სამ ქუჩაზე ტროტუარების შემცირების პროცესი დაიწყო. რა დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს წლების წინ საგულდაგულოდ გაფართოებული ტროტუარების დაპატარავება და სამანქანე გზის გაზრდა. თამილა ზოიძე მოგითხრობთ. ძველ ბათუმში სამი ქუჩის სამანქანე გზა გაფართოვდება. ზვიად გამსახურდიას მემედ აბაშიძის და ქუთაისის ქუჩების სიგანე 22-25 სანტიმეტრით გაიზრდება. მერის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის განმარტებით ქუჩების უფრო მეტად გაფართოებას ხელს მიწისქვეშა კომუნიკაციები უშლის. თამაზ ველიაძის თქმით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მონოლითი 2005 აწარმოებს. ქუჩების კეთილმოწყობის მიზნით მერის ბიუჯეტიდან 228,899 ლარია გამოყოფილი. ვიწრო არის სავალი ნაწილი მანქანებისათვის, ხო და 25 სანტიმეტრით ფართოვდება ქუჩა, რაც საშუალებას მისცემს მანქანებს გვერდი აუვარონ ნორმალურად. თავისუფლად. მეტის საშუალება იმიტომ არ იყო, რომ გვერდით, ბადურების გვერდით არის კომუნიკაციები და ეს დიდ ძალთან ხელთან არის დაკავშირებული. ვიწრო ქუჩების გაფართოების გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2 თვის წინ მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ქალაქის წინა ხელისუფლებამ თავის დროზე ქუჩების დავიწროებით თანხები არამიზნობრივად დახარჯა, რასაც იგი წლების განმავლობაში აპროტესტებდა. ჩავლეიშვილის თქმით, ქუჩების სივიწროვე საგანგებო სიტუაციების დროს მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნიდა. ვაპროტესტებდით ამ ქუჩებზე, აი ასეთი მოცულობის ქუჩებს და ვითხოვდით, რომ უფრო ფართო ყოფილიყო მანქანის სავალი ნაწილი. არ მოგვისმინეს, არ გაითვალისწინეს ჩვენი შენიშვნები. გამსახურდიას ქუჩაზე ხანძარი მოხდა და საერთოდ სახანძრო მანქანებს გაუჭირდათ მოძრაობა. ამავდროულად თოვლის პირობებში სათანადო ტექნიკა ვერ მუშაობდა. დადგა დღის წინაშე აუცილებლობა, რომ აბაშიძის ქუჩის მონაკვეთი, გამსახურდიას ქუჩა და ქუთაისის ქუჩა უნდა გაფართოებულიყო. ძველ ბათუმში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას დადებითად აფასებენ მძღოლები და ქვეითად მოსიარულეები. ისინი ამბობენ, რომ ვიწრო ქუჩები წლების განმავლობაში საცობებსა და ავარიულ სიტუაციებს ქმნიდა. მისი 22 სანტიმეტრით გაფართოებით კი პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება. ვიწრო ქუჩები იყო, რაც ყოველთვის მანქანებს საცობს უქმნიდა და ძალიან კარგია ეხლა, რომ ეს ქუჩები ფართოვდება. ეხლა უკვე უფრო უკეთესია, რა ვერ გავდიოდით ვერანაირად და გაჩერებული მანქანებსაც ყურადღებას არ აქცევდნენ და ეხლა უფრო უკეთესია შედარებით. ალბათ ამ თავრობის ბრალია, რომ აფართოებია გზას და კაი პირობებს გვიქმნიან. მე ასე მიმაჩნია. ვიწრო იყო და ძალიან კარგია, რომ აფართოებენ. სამანქანე გზის გასაფართოებლად სამუშაოები 15 მარტს დაიწყო და მისი დასრულება ხელშეკრულებით 14 აპრილს არის გათვალისწინებული.